ჩვენ შეგვიძლია გავაცნოთ ახლა მაყურებელს დაპირებული ადამიანი, რომელმაც დაასრულა სკოლა ერთადერთმა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში. სწორედ ბოლოზარი დაირეკა იქ და განსაკუთრებულადაც მხოლოდ ერთ მოსწავლეს ჰქონდა საშუალება რომ დაემთავრებინა სკოლა საბათ თავარდქილაძე და ეს ბედნიერი დღე ცხოვრების ახალი ეტაპი მივულოცოთ მას და ვიხილოთ მის გარშემო განვითარებული მოვლენები ძალიან ემოციური იქნებოდა ალბათ მთელი ეს ყველაფერი. უნდა ვნახოთ ეს ამბავი, ამ ამბავს არ უნდა გამოვჩინოთ. მე სკოლაში მოსვლა ყოველ დღე მიხარობდა თუ რაიმე ისეთი მიზეზი არ იყოს სკოლას არ ვასწრებ. კლასში ერთი ვიყავი მართალია, მაგრამ არ მიგზნია რომ მარტო ვიყავი რომ მასწავლებლები და ჩემი მეგობრები გვერდში მეძინენ. მე-12 კლასელები არიან ძალიან ვიცნობ აგერ ხულოში, სხვა სკოლებში რომ მე-12 კლასში ვარ და აღარ დავდივარ რა. მე წერს ვდავდი სკოლაში. გული მყდება იმიტომ რომ დრო გავიდა ძალიან ჩქარა. ამ მასწავლებლებმა ყველაფერი გააკეთა შემთხვევით რაც შეიძლება მე ასე ვფიქრობ. მე 7 კლასში ჩავებარე როგორც საბას დამრიგებელმა საბა ისე. იყო საბა კლასში ერთი მოსწავლე, გამოირჩეოდა კეთილსინდისიერებით, ზრდილობით, თავდაჯერებულობით და მას არასოდეს არ ჭირდებოდა ჩემგან შენიშვნის მიცემა. საბას წინაშე ორმაგად ვიყავი პასუხისმგებელი. ვცდილობდი რომ ყველანაირად შემევსო ის სიცარიელე, რასაც საბა გრძნობდა მარტო საკლასო ოთახში. საბას დამრიგებლობა, როდესაც მე გადავიბარე, საბა დამხვდა მოწყენილი. მიუხედავად იმისა, რომ მან დადებითი პასუხი გამცა, რომ ის იყო კმაყოფილი ჩემი დამრიგებლობით, მისი მოწყენის მიზეზი იყო ის, რომ ის იყო კლასში მარტო ერთი მოსწავლე და მას არ ექნებოდა ბოლოზარი. მე მას წლების წინ მივეცი პირობა, რომ მე თუ ვიქნებოდი სკოლაში როგორც პედაგოგი, მე მას გაუკეთებდი ბოლოზარს. მთელი ჩემი კოლექტივის დახმარებით და ჩემი უსაყვარლესი მოსწავლეების დახმარებით შევეცადეთ და ასე რომ ვთქვათ, საბას სურვილი შეუსრულეთ. საბას ვეტყოდი, რომ ის ადამიანობა, ის სუფთასული, რომელიც დღეს მას აქვს, არასოდეს გაუნელდეს და იაროს იმ სწორ გზით, რომელიც გზითაც აქამდე დადიოდა. საბა როცა კლასში ერთი იყო, ყოველთვის მეფიქრებოდა, როგორ გავაკეთებდეთ ბოლოზარს. მინდოდა ბოლოზარი ქონოდა, რადგან თავისი სურვილიც იყო. საუბარში ბავშვებს ეუბნებოდა, ერთი ვარ და ბოლოზარი არ მექნება. ამიტომ დაინტერესებული ვიყავით, როგორმე საბასთვის, მის მეგობრებს, ჩვენ პედაგოგებს შეგვევსო ეს თავისი სიმარტოვე და გაგვეკეთებინა ლამაზი ბოლოზარი. აი ასეც გამოგვივიდა. ჯერავს საბას ნიჭის, რომ იქნება წარმატებული და ჩვენი სკოლის სახელს გაიტანს შორს. ნაცრავი სული მას მეუბნებია, რომ კარგი იყოვო და ამით უფრო მიხარია და უფრო მადლობელი ვარ. ამდე ამ მეორე სემესტრამდე არ მეგონა ბოლოზარ თუ ჩავატარებდით, იმიტომ რომ მეთქი რა უნდა მოვაწყოთ ახლა, მაგრამ მე-10 და მე-11 კლასელები დამეხმარნენ და 9 ბავშვი ვიყავით, მოვაწყეთ და ძალიან კარგი ამოვიდა მე მგონი. არის მასწავლებელი, რომელმაც რომ შემაყვარა სპორტი და იმის დამსახურებაა, რომ მივახდიე შედეგებს. ლავტიჩი ხულოს ჩემპიონი ვარ, ეხლაც გავხდი ერთი კვირის წინ. აქავი მასწავლებელი ძალიან თბილი და სკოლას რაც შეეხება მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ვართ ბავშვები, მეგობრულია რა. ეს სკოლა არის ჩემი სკოლა, მეგობრული მასწავლებლების და მოსწავლეების. მოგენატრება? რა თქმა უნდა. მასწავლებელი და ბავშვმა არ გააბრაზოს, ეგეთი ბავშვი ვერ წარმომიდგენია, მაგრამ
გაბრაზება ან უნდა გადაიზარდოს უდელობაში და სოციალებში და პატივი ესეთ მასშტაბებში, რადგან როდესაც ამ თავის სკოლას ბავშვი მაშინ უფრო სხვანაირად გრძნობს თავს. უფრო ენატრება რომ ნეტა ვიყო სიტყვაზე მე-7 კლასიდან რო აღადაბრუნდება და პატივისცემით უნდა მოვეყუდათ გოგოებსაც, ბიჭებსაც და განსაკუთრებით მასშტაბებს. საბა ციყვაძეების სკოლა გისურვებთ წარმატებას. ვავარებ ისტორიით და მინდა ჩავავარო ტურიზმს. აბიტურიენტებს განსაკუთრებით ვეთქვი, რომ ისწავლონ, რომ ცხოვრებაში გამოადგებათ და ყველა აბიტურიენტს ვსურვებ, რომ ჩააბაროს უნივერსიტეტში მათ სასულიერო ფაკულტეტზე. სიმღერა და სპორტი ხელს არ უშლის სწავლას, მაგრამ მე მაინც პირველ რიგში არჩეული მაქვს სწავლა.